აი, ამას რა ქვია, მითხარით. სულ ამან შეჭამა ეს. ბონის არ უჭამია. აგერ დგას და უყურებს და ნახეთ თავის საჭმელი ამ დროს. ბონი დედა, შენ საჭმელს ჭამენ დედა? დედიკო, საჭმელს გიჭამენ? აი, ნახეთ რა საყვარლობა. გუშინ ვიყიდე გორგიაში. ძალიან მესაყვარლება და რა ვქნა. ბასალმები. Salut, Vera. მოვიდუღოთ კოფი. მოვხალოთ მიწის თხილი. ისა რა ქვია მუხლი ადრე მარტო წელი მტკიოდა ხოლმე ციკლისზე ეხა მუხლიც მტკივა მოკლედ ეს სასატირაში იშვება რა აჰა ესე და ეხა გემრიელი კოფი ესე ყავა მაქვს საყიდელი და სულ მავიწყდება როგორ მიყვარს ამ ყავის სუნი 7 გრამი და შაქარა. ეს რაღაცა იყიდა. თორნიკემ შარშან, მანნა, ქართული შავი ჩაი, მოცვის ფოთლებითო. და 1 წერია ესე დებს. შარშან ამ დროს იყიდა. ეს ასე შემოტკბილანებო ჩვენი შვენიერი კოხტა ლამაზი დილა აბა თქვენ რა შვებით როგორია თქვენი დილა და რითი იწყებთ ძალიან მინდა ვაშლი ეს ვაშლი მიყვარს ეს არის გოლდენი ბატონო საყვარელია არ ვიცი და ვერ ვხედავ ხაჭო აღარ მაქვს. ძალიან მომწონს დილით ხაჭოთ იძაწყება. მაგრამ ხაჭო აღარ არის.
აი. ყველი მოვიჭრათ. ყველი. ყველი მძიმეა ხალხო. შეცდღევამდელი დილა ჩემი ხადავასხად. აურეკა ის უნდა დგა მოხალული იმისი მიწის თხილის. წავიღოთ ჩემი საუზმე. ჯერ ამას წავიღებ. მოვალე ხავე დედიკუნა. რომელი ფერის ბუემენეგინა მითხარი და მივწერ. თეთრი? ოკეი. თუმცა ეს საუზმე მინდოდა. ყველი ნახარ ამხელა. ვაშლი. მაგალითად საერთოდ არ მენაყრებს. მაგრამ ყველი კარგად. გამომიშვია. გამოსქონია. აი მენგა საყვარელი ხარ გოგო არ გადავედი სანამ არ დაწერე ქვემოთ იმიტომ ზოგჯერ ხოლმე ისინი იგზავნება ხოლმე სპამები და რაღაცები მაგრამ
მე რო დაწერე ისა, გამიხარდა ძალიან. გადავედი და მართლა შენ ხარ. მე მუხლი მტკივა, წელი მტკივა. ეგ არის ხოლმე ჩემთვის მაგითი სულ არ მახსოვდეს რა იცი თქვენ მაგითი ვიგებ ხოლმე ციკლი უნდა დამეწყოს. თქვენ გაქვთ რამე ეგეთი შეგრძნება? ციკლის დაწყების წინ თუ რა თქმა უნდა კიდე ისე შეშუპებული ვარ, მაგრამ მაგას რო თავი გავანებოთ. ზეთკბილია. მართლა ყველი არის ჩემი უდიდესი სიყვარული. ამაგაია. შევჭამ და კომენტარიკები წავიკითხოთ. უბრებო. ერთი იდეა მაქვს და რომელიც მე და თქვენ შეგვიძლია რომ ერთად განვახორციელოთ და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი საქმე იქნება. ვფიქრობ ეგეთ რაღაცას, რომ ეხა ახალი წელი მოდის და რადგან არის ბავშვთა სახლები, ჩემთვის ყოველთვის ძალიან ტრიგერული იყო და ამიტომ არასდროს ყოფილვარ. რომ მოვიძიოთ რომელიმე ბავშვთა სახლი და დავეხმაროთ საახალწლოდ. 1000-მა ადამიანმა $10 რო ჩარიცხოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება გამჭვირვალედ. $10 რო ჩარიცხოს 1000-მა ადამიანმა, მე შევძლებ ვუყიდო პროდუქტი ტკბილეული, ანუ ისეთი პროდუქტით, რომელიც საკვებია და მერეც გამოადგებათ, საახალწლო ტკბილეული, რაღაცა თამაშები, რაღაცები ჯერ მოვიძიოთ ესეთი ბავშვთა სახლი, გავარკვიოთ რა ჭირდებათ. მივიტანოთ და ეს გავაკეთოთ მე და თქვენ ერთად. რას ფიქრობთ? არც კი ვიცი წინასაშობაოდ ამაზე კარგი რა უნდა იყოს, ხა ჩვენ არ გვაქვს რაღაცა დიდი რესურსები, რომ მაგალითად რაღაცა ისეთი დიდი ტექნიკა რაღაცა მივტავნთ, მაგრამ ხო შეგვიძლია რაც შეგვიძლია იქ გავაკეთოთ. დამიწერეთ აბა რას ფიქრობთ. და არა მარტო რას ფიქრობთ, ანუ მიიღებთ თუ არა მონაწილეობას. ხო, აბა ნახოთ ეგრე. ჩემი ეს ძალიან კაია. და შემდეგი ამ წელიწადში ორჯერ გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა მე და თქვენ. ერთი გავაკეთოთ აი ხა ამ პერიოდში და მეორე დამეხმარეთ თქვენ თვითონ შევარჩიოთ პერიოდი და მოხუცთა სახლსაც დავეხმაროთ. იმიტომ რომ ეს არის ორი ისეთი ფენაკი არა და კატეგორია ადამიანის, რომელსაც ძალიან სჭირდება ზრუნვა. და რომელსაც თავის თავს ერთს ჯერ არ შეუძლია, მეორეს უკვე აღარ შეუძლია. ასევე მე შეგვიძლია ხოლმე ცხოველთა თავშესაფროს დავეხმაროთ, შევაგროვოთ ფული, სრულიად ცალკე ანგარიშს გავაკეთებ, სრული გამჭვირვალობით, გაჩვენებთ ხოლმე ყველანაირ შემოსავალს, გასავალს, ჩეკებს ყველაფერს, ანუ მე არაფერს იქიდან რა თქმა უნდა ერთ-ერთ ხელს არ დავადებ და
უყიდოთ ხოლმე მაგალითად საკვები ან წამლები ან რაღაცა თავშესაფრებს. ერთი ვიცი რო არის თავშესაფარი ელის ბარაშვილის და სხვა არ ვიცი და ეს კაცი ვიცი რომ მთელი ცხოვრება თავის ხარჯებით იმაშვება ამ ყველაფერს. აბა რა სიტყვით. დავიწყოთ სიკეთის გაკეთება. ისაც ვაკეთებთ ყველანი პატარ-პატარას, მაგრამ რაღაცა ერთად. ჩვენი სახელით. ჩვენი კომუნიტის სახელით. ხათუნა ფეიხო უზომოდ მიყვარს როგორც ვაშლი. არ ვცლი ისე მივირთმევ ყოველ დღე სამსახურიდან მოსულს, თან შენ გიყურებ, თან საქმეს ვაკეთებ. კი სინამდვილე ადამიანობა და უბრალოება მიყვარს ადამიანში, მეც ეგ ყველაზე მთავარია. ეგენი თუ არის, მე ბევრი რამეა კიდე დამატებით კარგი. ძალიან კაია ფეიხო რო გიყვარს, იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა. უზომოდ და მით უმეტეს კანით არის ძალიან სასარგებლო. ეს რო ძალიან კაია რომ მივირთმევ მეც აი სულ მინდოდა ყიდვა და ვერ დავაყენე საშველი. ახლა როგორც იქნა ვიყიდე და მე მინდა კიდე კივი ვიყიდო და კივის ძალიან ბევრი ადამიანი ჭამს კანიანად და ეს უფრო სასარგებლოა და მე არასდროს მიჭამია კანიანად და ახლა ვაპირებ კივის ვიყიდო. ეს ფეიხო რო გათავდება ოღონდ მას მერე. და კანიანად მინდა გავსინჯო კივი, ვისაც გასინჯული გაქვთ დაწერეთ როგორია. ხათო, ბევრი სიკეთე და სიხარული მოგცეთ ღმერთმა ნინი, ძალიან საყვარლები ხართ. უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასო. ინგა, ევა როგორი საყვარელია, იმიტომ რომ საყვარელ ოჯახში იზრდება. ნინი როგორი საყვარელი გოგო ხარ. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი როგორ გარემოში იზრდება, ძალიან დიდ წილად არის ისეთი და მე ამისი მჯერა. ინგა, ჩვენც გვიყვარხარ, მე ძალიან მიყვარხარ, ჩემი ინგული გახდი შენ. ანუ არ ვიცი, ძალიან ახლო გახდი ჩვენ მარათონში. რა თქო, გინდა რამე? ეს Нини. Ой, видео я уже не представляю без мяукания котика. Это как фоновая музыка. Ай, зустат ეგრეა. რო გაიზრდება ფონური მუსიკა აღარ გვეკრება. ეთერი საყვარელო ნინი, შენ საუკეთესო მარიამი ვიცი, ამხელად კივილია შენ სკოლში საოცარი მეგობარი, უკეთილშობილებში მზე გოგო იყო ძალიან ძლიერი და ყველასგან გამორჩეული, ფერადი და სიცოცხლის ავზე. თქვენი მეგობრობაც განსაკუთრებული იყო, თბილი, ტკბილი, ძალიან გულწრფელი და ურთიერთპატივისცემად დამყარებული. მიყვარხარ ნინი, სწორედ ასეთი სიყვარული რომ შეგიძლია. ძალიან დიდი მადლობა, ძვირფასო, ჩემო ძვირფასო ადამიანო, უღრმესი მადლობა. ხო, ანუ ჩემთვის ერთ-ერთი უმძიმესი რამეა აი ეს, რომ ვიცოდე, რომ შეიძლება ადამიანი დავკარგო ბავშვობის ტრამვიდან გამომდინარე. მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ცხოვრებაში ეს გარდაუვალია და ის სიმღერა რო არის რუსული. თუ არ გაქვს სახლი, ვერ დაგეწყვება, თუ არ ყავს მეგობარი, ვერ გიღალატებს, თუ არ ყავს ცოლი, ვერ დაკარგავ. და ეგეთი რაღაცა რა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ანუ და საკითხავია გვქონდეს თუ არ გვქონდეს, ყავდეს თუ არ ყავდეს და მე ყოველთვის ვირჩევ რომ მქონდეს, მყავდეს, გავაკეთო და დაემივიღო ის საფასური აქვს ამ ყველანად ყველაფერს და მე თანახმა ვარ რომ მივიღო კი და გადავიხადო ეს საფასური თუნდაც ტკივილით. იმიტომ რომ ისეთი ძვირფასი იყო, რაც იყო. და ვერ შევძელი ჯერ, რომ ანუ ჩვენი მეგობრობა, რაც გვაქვს და იმ გაელვებაში, რაც იყო, როცა ერთად ვიყავით, მახსოვდეს, ანუ ჩამოვაშოროთ ტკივილი, აი ქირურგიულად რო არის, რომ აი ჩამოვაჭრა და გადავაგდო ტკივილი. არ მინდა რომ ტკიოდეს. მინდა რომ მადლიერებით და ბედნიერებით მახსოვდეს. სანამ მე ვარ ის ჩემთან ერთად რო იქნება ცოცხალი, ეს უკვდავების ერთ-ერთი ფორმაა. მე ესე ვფიქრობ, რომ სანამ ის ადამიანები არსებობენ, რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ და ჩვენ მათ გულში ვართ, ჩვენ ცოცხლები ვართ. მე ეს მჯერა. ჯერ კი ესეთი ის მაქვს რა, ანუ ახლა მე ხო ვიცი, რომ აი ჩემი ადამიანები, რომლებიც მიყვარდნენ და რომც არ არიან დედა ჩემი, ბებია ჩემი, ბაბა ჩემი, ბლანკი, ანუ და ეს ჩემი შეიძლება ახლა ვიღაცამ თქვას რომ ცხოველი როგორ უნდა მიათვალო, მაგრამ
მეცხოველები აი ძალიან ახლო იყვნენ ჩემთან და ვერ ვიტყვი რომ ადამიანების დონეზე, მაგრამ ანუ რაც ცხოველს უნდა კონდეს მაქსიმუმი რა. ჩემი ფისო, რომელიც ბავშვობაში მყავდა, ჩემი პუდელი, რომელიც ბავშვობაში მყავდა, ჩემი ლუსი, ჩემი უდიდესი სიყვარული, მინიც მიყვარდა, მინი ისე არ მიყვარდა, როგორც მაგალითად ლუსი. ცხოველებიც ესე არიან, როგორც ადამიანები, მე ესე ვთვლი, რომ ყველა იმის მიხედვით შეგვიძლია გვიყვარდეს, როგორც თვითონ არის. ანუ არ ვიცი, როგორც არსებობენ ადამიანები, ძალიან ბუმბერაზები და პატარები, ასევე არსებობს სიყვარულიც. ძალიან ბუმბერაზი და პატარა და ჩემი აზრით, აი ეს პაწაწინა ადამიანი ბუმბერაზის სიყვარულით ვერ გეყვარება. ნუ არ ვსაუბრობ იმაზე, როცა დედა ხარ, მე ვამბობ, როცა მეგობარი, შეყვარებული ქმარი, ცოლი, აი ესე რა, როცა შეხვდი ადამიანში გააჩინე კი არა, ეგ სხვა სიყვარულია. ამედ როცა შეხვდი, ყველა ადამიანი გვიყვარს ისე და იმ ხელაზე, რამ ხელს თვითონ არის, ესე მჯერა მე და ანუ მაგრამ არც ერთს არ ვაუფასურებ, ანუ ყველა სიყვარული, რომელიც ჩვენს გულშია, არის დიდი თუ პატარა, იმსახურებს პატივისცემას, იმსახურებს ადგილს და იმსახურებს ყოფნის უფლებას, რომ იყოს. და ეს არის ძალიან ძვირფასი ჩემთვის. ხო, და მინდა რომ ბლანკი იყო ძალიან დიდი. აი ადამიანებიც არიან ეგრე და ან ბლანკი ძალიან დიდი ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეგობრობას მრავალი წელი არ აკავშირებდა. მან მითხრა მე ეგ სხვათა შორის და ზუსტად აი განცდა მაქვს მეც, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეგობრობას მრავალი წელი არ ქონდა, ჩვენი მეგობრობა იყო ძალიან დიდი. უბრალოდ რაც სჭირდებოდა მეცდე. უბრალოდ სჭირდებოდა ეს იყო დრო. ანუ გულისხმობ არა იმისთვის, რომ სიყვარული გაზრდილიყო, არამედ დრო, რომელსაც ერთად გავატარებთ, ბედნიერი, თუნდაც უბედური, ერთად. ესეთი რაღაცა მითხრა რა, მე მყავს მეგობრებიო, რომლებიც ბავშვობიდან მომყვება. მე მყავს მეგობრებიო, რომელთან ერთადაც 1000 ჯოჯოხეთში ვარ გამოვიდა, 1000 ყლეზე ვართ ერთად გადამხტარი, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა. მაგრამ შენ არ იფიქრო და ჩვენი სიყვარული ამათი ნაკლებიაო. უბრალოდ აი ეს ამბავი ერთად. აი ეს ჩვენ არ დაგვრცელდა. თუმცა რაც იყო ძალიან ლამაზი, ძალიან უმანკო, ძალიან წმინდა და ესეთი ერთი მიწერი ციცოცხლედე. ერთი ზომბი. ბენდი. მე ამა ბენდი. ხო. და მინდა რომ როგორღაც ეს ტკივილი მოვაშორო ჩვენს მეგობრობას, არ მინდა რომ ტკიოდეს. მინდა რომ გავიხსენებ, უბრალოდ ვიღიმებოდე. სიხარულისგან და ბედნიერებისგან რომ ის იყო. მაგრამ ეხლა ჯერ ვერ ვარ მაგ მდგომარეობამდე და ეგ მაბრაზებს, ბრაზობ ჩემ თავზე. ანუ რეალურად თვითონ ხო ეგეთი ადამიანი იყო. ანუ თვითონ იყო ადამიანი, რომელიც სანამ იყო, ბოლომდე ცხოვრობდა, ბოლო დღემდე ადამიანი ცხოვრობდა, მუშაობდა, ტკბებოდა, ის არ იწვა გაწუწული და არ მოსთქვამდა და არ ბაივიშობდა. ანუ მან არ შეწყვიტა ცხოვრება, როცა უთხრეს, რომ შენ განაჩენი გაქვს, 5 წლიანი გადარჩენით. ანუ მან ის მეგობრების შეძენას აგრძელებდა ამ პერიოდში, ის ცხოვრებით ტკბობას აგრძელებდა ამ პერიოდში. და მაშინაც კი როცა საჭმელს ვერ ჭამდა და ამიტომ დაიკლო დიდი წონა 2 თუ 3 თვეში. ანუ ამაში ხო იცოდა ეს რაც იყო, ხო იცოდა ეს რისი დასაწყისიც იყო. და მისი პოსტი ეს არ იყო, რომ ვაიმე, ჰაი, ჰუი, ჩაკეტვა ტირილი, ვაიმში, არა. მისი პოსტი იყო ის, რომ ნახეთ, მე ის ზომა შორტი ჩავიცვი, რომელიც არასდროს არ მწმია და თურმე ეს რა ბედნიერებაა. აი პროსტა რა დონის სიძლიერე, აი თქვენ არ ვიცი მე რა. და დაგგონიათ ვინმეზე ნაკლებად ეშინოდა, სტკიოდა, ცუდად იყო და განიცდი და ვინც დავარდებოდა და მოთქმა ვაებად იქცეოდა.
და ყველას როცა გაიგო დიაგნოზი, ვინც ჩამოუშვა ცხვირიო და ეს იმასავით დაჯდაო, რა ქვია, ჭირის უფალივით, უთხარიო. ან გააჯვითო ჩემი ცხოვრებიან საერთოდო, ან წესიად მოიქეცითო. უძლიერესი მებრძოლია ბლანკი და მე ვთვლი, რომ ის არ დამარცხდა. იმიტომ რომ არის რაღაცა, რასაც ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ. ანუ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ის, ჩვენ მოვკვდებით თუ არა. ჩვენზე არის დამოკიდებული ის, ვიქნებით თუ არა ღირსეულები იმ განსაცდელში, რასაც ცხოვრება მოგვივლენს. და ის ბოლომდე იყო და ბოლომდე იდგა. და თაი ამბობდა, რომ აი ბოლოს ისეთი ტკივილები რო ქონდა, რომ ვერ იყუჩებდა, ანუ ძვლის სარკომას ყველაზე დიდი ტკივილები აქ ერთ-ერთი ეგ ცნობილია, 5 წუთიანი შესვენებები რო ქონდა ტკივილებს შორის, აი იმ 5 წუთებშიც ბედნიერი იყო. ეს არის, არ ვიცი, საგალობელია. ადამიანური გამარჯვების. რომელიც ხო შეიძლება რომ გამარჯვებათ არ ჩანს როცა კვდები. მაგრამ ეგ ძალიან დიდი გამარჯვება იყო. ეგ ყველაფერი იყო, ისი გაკეთება შეიძლებოდა და მან ეგ გააკეთა. ძალიან მიყვარს. და არ მინდა რომ ესეთ ადამიანს ცრემლით ვიხსენებდე და ძალიან ვბრაზობ ჩემ თავზე. იმიტომ რომ სულ სიცივით, კისკისით და სიხარულით უნდა გაიხსენო ესეთი ადამიანი. იმიტომ რომ მაგისი 35 წელი ბევრის 200 წელს უდრიდა. ასე ვაღარ გაბედო ტირილი. ალელა, რა საყვარლები ხართ და რა ტკბილები მიყვარ ხართ ევა საოცარი გოგო. როგორ მიხარია ასე რომ მიყვარს ცხოველების შენი დამსახურებანი? ხო, ერთის მხრივ ჩემი დამსახურება, მაგრამ მეორეს მხრივ მას ძალიან უყვარს თვითონაც ცხოველები. ანუ თუ მაგალითად თქვენ ყავთ გარშემო ადამიანები, რომელსაც ბუნებრივად ცხოველები არ უყვართ, რა გარემოშიც ისინი არ უნდა გაზარდოთ, იმას ცხოველები არ ეყვარებათ. იმიტომ რომ ეს ჩადებული აქვს ადამიანს. შეიძლება რომელიმე კონკრეტული ცხოველი იმ ადამიანს შეუყვარდეს, იმიტომ რომ ნახოს რა კარგია და ის კონკრეტული ცხოველი უყვარდეს, მაგრამ საერთოდ ცხოველები მაინც არ ეყვარება. ხო ხვდებით რას ვიძახი? მაია, როგორ მეწოდებიან მიუსაფარები, კნუტები, ფისოები, ნიგა იხარე და დაგიბრუნდე სიკეთე. კეთილი გოგონა ხარო, მადლობა ჩემო სიყვარულო, დიდი მადლობა. ნინიკო, ჩემო საყვარელო ნინი მომენატრებედნიერი დღე, მეც ძალიან მომენატრე და ვფიქრობდი ნეტა სად დაიკარგა, მეთქი და მე ვიფიქრე, ალბათ უბრალოდ აღარ აკომენტარებს თქო. ხო და ხო კარგად ხარ. მზი ევაზე კარგად მოქმედებენ ცხოველები რა სიყვარული კი ზოგადად მგონია რომ ყველა ოჯახს აბედნიერებენ ცხოველები ყველა ოჯახს უნდა ყავდეს უმცირე ერთი ცხოველი ჩემი აზრით კი ყველა ადამიანს არა მაგრამ ზოგადად ადამიანებს აბედნიერებენ ცხოველები და იცი როგორი რაღაცა არის ვისაც სურვილი აქვს, ყველას უნდა ყავდეს. სამწუხაროდ ჩვენთან არ არის რეალობა, რომ ყველას კონდეს ამისი ფუფუნება. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორც არის გერმანია და ანუ უზრუნველყოფილი ქვეყნები, ცხოველები ყავს ბევრს. რატო? იმიტომ რომ ამას მოვლა ჭირდება, ამას ყვება ჭირდება, წამალი ჭირდება, აცრა ჭირდება ისის და ანუ როცა ადამიანს არ აქვს საშუალება, ელემენტარული პურის ფული, როცა შვილისთვის არ აქვს ძალიან რთულია და თუ მოიყვან მე შეიძლება ვერ მოუარო ის როგორც საჭიროა. და რა თქმა უნდა ეს პასუხისმგებლობა მე შენზეა. ამიტომ ალბათ ზოგი ამის გამოცარიდებს თავს. ისე მე ვფიქრობ რომ ქუჩიდან აყვანილი ცხოველები ყველაზე დიდი მადლია. მაგრამ რა თქმა უნდა დიდი რისკიც არის. თუ უკვე ყავს ცხოველი სახში რისკია რომ რაღაცა დაავადება ქონდეს მეორეს რომელიც გადაედება. უბრალოდ მე ამის დატოვება არ შემეძლო. იმდენად პატარა იყო, იმდენად საწყალი იყო, იმდენად ვერ გადარჩებოდა უბრალოდ. ანუ და არავინ არ იყო გარშემო ჩემს გარდა ვინმე რო ყოფილიყო მე არ წამოვიყვანდი. უბრალოდ ღმერთმა ანუ სამყარო მე გამომიგზავნა. თან ცით როგორი მომენტი იყო. აქ
ზემოთ ოთახში ვლაპარაკობდით რა და მე ვამბობდი რომ მეთქი უკვე ვიცი, მეთქი ჩემი მთავარი დანიშნულება რა არის თქო, სამყაროში თქო, ღმერთისგან ჩემთვის ჩემი მთავარი დანიშნულება ის არის, მეთქი რომ ადამიანებს დავეხმარო თქო. და აი ეს სიტყვები რომ თქვი, მესმის განწირული კატის კივილი. ეგრევე გავიქეცი, გადავიხედავ, ხედავ რაღაცა ესეთი ტალახის გუნდა დაღოღავს და ჩხავის. ამოვიყვანე. ანუ დაუბანე, გავაშრე, გავათბე, იქიდან წავიყვანე, ის დავასხით, ჩახედა ყურში, ნახა რომ ის არის, რა ქვია, ჯამრთელია. მითხრა რომ ჯერ არ შეიძლება ჭიის წამალი უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ პატარაა. და მე დამეწყო შიშები, რომ ვაიმე ბავშვი მყავს, მე ძაღლი მყავს, რწყილი გადაედო ბონის და ვეღარ ვაშორებ. და აი 1000 საფიქრელი რა და მე იმ საღამოს ისევ ჩავიყვანე უკან. იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ვერ შევძლები. თან რომ გავიგე რომ დედა იყავდა. მოვძებნე დედა, მიუყვანე დედას. ამ დედამ დააყნოსა და დაუღრინა გაიქცა. მე იქ ცხოვრობენ ამისი დაძმები. აი 2-3 თვის კნუტით. არც ერთმა ეს არ მიიკარა. აი ესე მარტო საცოდავად დაიბოდა, დაჩხაოდა და ყველა აგდებდა. იქ კარგი ადამიანები ცხოვრობენ, ვინც ამის დედას და დაძმებს აჭმევენ, მაგრამ ანუ უდგავდნენ საჭმელს, მაგრამ ეს ისეთი პატარა იყო, რომ ამას ისჭირდებოდა რა. ჭიებზე დამუშავება, იმიტომ რომ ბოდიში და ქონდა საშინელი ტრაწი. უკან სულის ქონდა მიმხმარი და ანუ რო ვბანდი ერთი რამდენჯერმე დაუბანე და ანუ მე მივხვდი რომ აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი პანიკაში ვარდებოდა და მეორეც ერთი აი რა ყოველ წუთას ეგრე ემართებოდა, ან რო უწმენდავდი, ან რამეს ვადებდი, ეტყობა ცოტა წვის გრძნობა ქონდა, კიოდა მერე და დავანებე თავი, უბრალოდ დაველოდე, აივანზე იმიტომ მყავდა რომ ერთი სახლი არ მოისვარა და მერე წამალი დავალევინე ჭიის, ავწონე დიდი სამბით, გამოუთვალე, ხელის კანკალი დავალევინე ეს წამალი. რა თქმა უნდა დაველოდე იმ დრომდე, რა დრომდეც მითხრეს, რა წონაც უნდა გამხდარიყო, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დალევა, დავალევინე ეს, მერე დავალევინე მეორე, მერე ბონისაც დავალევინე, მაგრამ წყილები ბონის გადაედო და რა ვიცი, ნექს კარდიც დავალევინე ბონის და სიტყვე, მაგრამ ის არ უშველა. არ ვიცი რა უნდა ვქნა, სახლი უნდა შეწამოსო და მე ამ სახლს ვერ შევწამლი, იმიტომ რომ ერთი უზარმაზარია, მეორე უამრავი სათამაშო ყრია და ბავშვი, ძაღლი ყველა იატაკზე გორაობს და რა შანსი არა და სხვანაირად კიდე მე არ ვიცი როგორ უნდა გავუქრო რწყილი თუ ვინმე მიცით დაწერეთ. ისე რომ უსაფრთხო იყოს. ახლა მაგალითად აქ დასაწყვეტებელი როა, ის რომ ამას დავაწყვეტო, სუპირში უდევს ეს ბონის და ის მოიწამლება. ამიტომ ხო და მოკლედ აი ძალიან ბევრი ის მოიტანა რა, ახლა ხვდები, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო ადამიანურად რომ მისმოდა ყოველდღე ამის ჩხავილი და რომ ვიცოდი რა წუთას გავიგე ამის კივილი, აი სულ ის მახსენდებოდა რომ ღმერთო მე შენ არასდროს მინახი ხარო და მე შენ დაგიგაკუნე კარზეო იმ გაჭირვებული სახით რომელსაც შენ კარი მიუხურეო და ასე შემდეგ ანუ ამდენჯერ შეგხვდი ცხოვრებაში ღმერთს მაგრამ უთხრა და მეთქი იქნებ ეს არის ვის სახელი ანუ რო ვთქვი რომ ადამიანებს უნდა დავეხმარო მეთქი იქნებ მარტო ადამიანებს არა და კიდევ მიწერეს რომ ისაო ეხლა მაგას რომ დაეხმარეო ყველას ხო ვერ დაეხმარებიო მაგრამ ხო ყველას ნამდვილად ვერ დავეხმარები მაგრამ ამას მაინც ხო დავეხმარე ვიცი მე მგონი ეგეც რაღაცა არის ამისთვის ყველაფერია და ზოგადად ალბათ რაღაცა არის ჩემთან ზის ახლა აქ სოფო ნინის ტევიას არ აქვს მომწარო გემო თუ არ აქვს შეგიძლია მაჩვენო თუ რომელია და ვსკრინავ ისა სოფო ნახე როგორ არის შემცვლელს აქვს თავისი გემო ყველას გარკვეული გემო აქვს ეხლა მე მაგალითად ყავაში ვერ ვსვავ სტევიას რაღაცა სუკრალოზა როა ჩასაყრელი ხო იცი მაგასაც ვერ ვიყრი ამ ყავაში საერთოდ ვერაფერს ვერ ვშვები მაგრამ უნალექოში აი ჩასასხმელი ვიყიდე სითხე და ეგ მომწონს და იმასთან რამე გამომცხვართან ან ხაჭოსთან ან რა ვიცი რამესთან კი მიდის ანუ არ ვიცი არ მიფუჭებს გემოს აი სასმელებთან ვერ ვაკეთებ სტევია არის ნატურალი და ის ჩასასხმელი ნატურალის ფირმის კარფურში ვყიდულობ და ის ჩასასხმელი ეგეც კარფურში ვიყიდე კარფურის ფირმისა მე გაჩვენებ ორივეს ახლა ეს მიზის აქ და არ მინდა რომ ავდგე ირმა როგორი კარგი მეგობრები იყავით ჩემო საყვარელო ნათელი და სანთელი მის სულს კი ძვირფასო ვიყავით და სულ ვიქნებით
სულ სანამ მე ვარ, სულ ცოტა ხმა მაღალი თქვამი, იმიტომ რომ ძალიან გაელვება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ სანამ მე ვარ, ასე ვიტყვი. ჩემს გაელვებაში. სანამ ერთი მაინც არის, ნამდვილი სიყვარული რჩება. კრისტინა, სულ სიცილი და ბედნიერება იყოს ნინი შენი ცხოვრების თანამგზავრი. მადლობა, ჩემო უძირფასეს. ქეთი, ნინი მიყვარხარ, როგორ ხარ, ქეთი, ჩემო საყვარელო. ლამაზო ქეთი. თეიკო, ნინი ბონის ბეწვის ცვია. კი. ჩიხუახუებს კარგად გვარიანად. ესა, ჩიხუახუებს კარგად გვარიანად ცვიეთ ბეწვი, ჩემო ძვირფასებო. უბრალოდ აქვთ პერიოდი, როცა აი ბეწვი ცვლიან და მაგდოს ცუდად საშინლად და დანარჩენ პერიოდში, ასად, მე არ მაწუხებს. მე ცხოველის ბეწვი არ მაწუხებს. იმდან მიყვარს ცხოველები, ბეწვი არ მაწუხებს. და თუ ვინმეს აწუხებს, ალბათ გაგიჟდება. ოღონდ ერთი კაი ის აქ ჩიხუს ბეწვს, რომ ძირს ცვივა. ანუ ჰაერში არ დაფრინავს. აი მაგალითად სპანიელს ისეთი ბეწვი აქვს, რომ სულ ჰაერში დაფრინავს. აი ესე ხო ცვივა და საჭმელში ძაღლი ქვემოთ არის და საჭმელში ზემოდაც ცვივა ეს ბეწვები. და ამისი არა ისეთი მძიმე ბეწვი, რომ ეგრევე ქვემოთ მიდის. ეგ აქვს პრიუსი. ნინი ყვავილოვანი კომბოსტოს წვნილი არასოდეს ჩაგვიდია, მაგრამ წინა კვირას ჩავდეთ დაკუწული პამუჯის და კომბოსტოს წვნილი ჩემი სიყვარულები. ინგა სამიც უგრუმელა ჟრიამული ქონოდეთ სითბო და ბედნიერება ქონოდეთ ნინი მუდამ თქვენს ჩემო ძვირფასო თქვენ ლამაზო ოჯახსაც ჩემო ინგა ჩემო საყვარელო. ეს я уже смеюсь с этого котенка, постоянно плачет, у него может стресс. არა აქვს სტრესი. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ანუ სტრესი როგორ არა აქვს, ანუ დედა რო დაკარგა, ეგ, მაგრამ ანუ ჩვენთან არ ვფიქრობ, რომ სტრესი აქვს. ეხლა გაჩვენებ მაიც. ანუ მე ვფიქრობ, რომ დაიკარგა და არავის რო არ ჭირდებოდა. ანუ აი ეგ აქვს. თუმცა ყოველდღიურად ვამჩნევ როგორ ხდება ისეთი აი ოჯახის სახლის კატა. უი გუშინ კიდე იცი რა გამახარა ძალიან. ესე იგი იდგა კართან და რაღაცა სხვანაირად აი გამწარებული. ცეზარისთვის მოკლედ ხალხო ვაგრძელებ ხო და ესე გამწარებული კნავის გავუღეთ და გიჟივით გაიცა ესე ამოთხარა და აი ეს ოღონდ ჩხაჩქარა ამოთხარა ჩაჯდა ტაშში. ეს იმას ნიშნავს, რომ სწავლობს გარეთ ქნას და სახში აღარ მიაჩნია სატუალეტე ადგილად. ხო ბიჟო? ხო დედასი? იმიკრუტუნებს, ეს რო კრუტუნებს, აი არ ვიცი სულში მეღრება ხოლმე ისა. სიმყუდროვე და სიმშვიდე. იმედი მაქვს მოგასმეინეთ. ირმა როგორ ჩაგკოცნიდი სამივეს ჩემო თოჯინა როგორ გიყვარს ბონი და ექცეროდენა ფისორას საყვარლები ხართ ხო ძალიან უყვარს აი ძალიან. ლელა სოფია საოცარი გოგო თქვენი ასეთი მეგობრობა მახარებს წლების მერე ასეთი სიყვარული და ერთგული წრფელი მეგობრობა ქონოდეთ ჩემო ძვირფასო. მადლობა ჩემო საყვარელო. ამინ. ციცი ნინი ჩემო ლამაზო. მიყვარხარ, მეც მიყვარხარ ჩემო ძვირფასო. რა იყო დედა, რა იყო რა. ой მეკბენ არ შეიძლება. ძალიან არ უყვარს თუცა რამე სუშლი. ესე ყურებს გადაწევს ხოლმე იკატას რაღაცა რო არ მოწონს ხო იცით სახეს რო ირებს. ოტო. ой ოტია. დედა კველი უნდა. ინგანი ძალიან საყვარელი გოგო ხარ ევა საკოცე. მოდი გაკოცო. დედა შეიძლება. აი ინგასგან გაკოცე. აჰა, შია კველი უნდა პატარა. და ნებე თავი არ მიხვდეს ახლა რო აკველეს, ხო?
მარი, ბედნიერებაში ნი. მარი, როგორ ახარ საყვარელო? ამიხანი აღარ დამინახავს შენი კომენტარი. One love, ნინი აღმოვაჩინე, რომ ძალიან ახლოს ცხოვრობ შენთან. მართლა, საცხოვრობ. ესე იგი ნინიკო, ძალიან მტკივნეულია ბებოს საფლავზე ვიყავი და ძალიან გამიჭირდა. ჯერ 6 წელი არ გასულა, რაც დაგტოვა და 40 დღის მერე არ ყოფილვარ. სინდისის გზნობა მაწუხებდა და რომ მოვახერხე მისვლა კმაყოფილი ვარ, მძიმეა ძალიან. ნინი ოჯახის წევის გარდაცვალება წარმომიდგენია შე როგორ გიჭირს. ხო, საშინელება. თან ანუ ჩემთვის, ჩემი ბებია და პაპა იყვნენ როგორც მშობლები. ანუ ვინც შეიძლება შენს გაგზარდა ბებია. აი ვინც ბებიას გაუზდია, ბებიას და ბაბუას, აი სხვა ის არა, ანუ ხო ყველას უყვარს თავის ბებია და ბაბა, მაგრამ როცა შენი გამზდელები არიან, ეგ სხვა სიყვარულია, კიდევ უფრო დიდი სიყვარულია. გამსახურდია, ჰერმესის გიყიდია, ეგ მომეწონა ბედნიერებაში და სასიხარულო ამბებზე გერბინოს, მადლობა. იცი, ფეხი მატკინა. აი გადაკერის ადგილი სადაც აქვს, როგორ გაჩვენოთ, აი კოჭთან. დაბალ ყელიანი ნას კი მეცვა და ის გამიხეხა კოჭის ზემოთ, ეს გადაკერილი რო აქვს. და მაღალ ყელიანს ჩავისმე, იმედია არ მატკენს. ინგა, ნინი მიყვარხარ, მე ძალიან მიყვარხარ, ჩემო ინგა. узомод. Es да, конечно, ты что, я никогда и ни за что не хочу никого обидеть из отец. Ты мать и я мать, конечно, все, что касается наших детей, всегда нам больно. Много счастья вам и здоровья. Ты мой самый любимый блогер. Мадлоба, чему саყვარელო და ძვირფასო, დიდი მადლობა. Я даже не знаю, что сказать за счет вождения в Тбилиси. Тебе надо медаль выдать. Я там в жизни не села за руль. Медали аба икас кითხე, медали კი არა რა ამბავშია ხოლმე. როგორი გაყურსული იცოს ბონი რა ტიპიაო ინგა. მაგრამ შემოწირფასებო წავკითხე კომენტარები, მიყვარხარ ძალიან ყველას გისურვებ ძალიან კარგ დღეს. დღეს უნდა გავაკეთო სოკოს შილა ფლავი და უნდა გავაკეთო ის რა ქვია ცეზარი სალათი. ერთად გავაკეთოთ. ვაიმე დედასიას პატარა ეს ის ვიფხუე ზოტო დედა ვაიმე ყბენა არ შეიძლება არა დედას არ უკბინო არა ნახე შენ ვიცი რომ შენ დედიკოს ყბენდი ხოლმე მაგრამ შენი დედიკო ხო შენ სამით ფუმფულა ბეწვიანი იყო და ნახე მე როგორი ის ვარ უბეწვო ოდი დაიჭირა baby დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და დაწერეთ ბავშვთა თავშესაფარზე იდეა ვის მოგეწონათ როგორ მოგეწონათ და რამდენად ხართ მზად რომ ჩაერთოთ სიკეთის მარათონში თუნდაც თითო 1 ლარი აი 1 ლარი მეც არ ვიძახი ეკბინება ხო ახალ წლამდე ოღონდ რომ მოვასწროთ ახალ წლამდე რა ესე 25-მდე რა დღეს რა რიცხვია არასდროს არ ვიცი რიცხვები 15-ია დღეს 25-მდე კი დრო არის რავი საკოცით